თავდაპირველად ყველა ელოდა, რომ Nokia-s უდიდესი 6-დიუმიანი დისპლეის მქონე smartphone 2014 წლის პირველ კვარტალში გამოვიდოდა. თუმცა ფინალებმა აზრი შეიცვალეს და ახალი smartphone Nokia Lumia 1320 გაყიდვაში წინა საახალწლოდ ჩაუშვეს. ხელსაწყოს გააჩნია IPS მატრიციანი HD დისპლეი, 1.7 GHz სიხშირის Snapdragon S4-ის ორბირთვიანი პროცესორი, 1 GB-იანი ოპერატიული და 8 GB-იანი შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდას microSD სლოტის მეშვეობით შეძლებთ. სასიამოვნო სურათების გადაღებაში კი 5 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა დაგეხმარებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში აპარატის ღირებულება გადასახადების გარეშე $340 შეადგენს. ეს არის Kinect-ის ახალი კამერა, რომელსაც ობიექტების ამოცნობის ფართო შესაძლებლობა გააჩნია. ღია კოდის მქონე სისტემის შექმნის დროს Vision AI სპეციალისტებმა ინტელექტუალური სისტემა VMX-ის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ადვილად იმართება მომხმარებლის მიერ. ის წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც თქვენს მიერ გაშვებულ ვიდეოში წინასწარ დამზადებული შაბლონებით ნებისმიერ ნივთს ამოიცნობს. აპლიკაციის ალგორითმი კი საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე ნივთს ადევნოთ თვალყური. თუ თქვენ არ გაქვთ დრო დასრული მაისურის გასარიცხად, მაშინ ეს სიახლე სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი. ამერიკელმა სტუდენტმა ამირ ატელმა ახალი მაისურის სილიკის პროექტი შეიმუშავა, რომელიც თავისით იწმინდება, უпростоრად მაისურის დასრვა ძალიან გაგიჭირდებათ. ალბათ ძალიან ბევრს გინახავთ სპეციალური სპრეები, რომლის მაისურზე დასხმის შემდეგ იგივე შედეგს მიიღებთ. თუმცა ჯანმრთელობისთვის საშიში სპრეებისგან განსხვავებით, სილიკის მთავარი ღირსება ის არის, რომ მასში გამოყენებული ნანოტექნოლოგიები ნაჭერში არის ინტეგრირებული. კვარცის მილიარდობით რაოდენობა სითხის მოლეკულებს არ აძლევს საშუალებას ნაჭრის დელიკატურ ბოჭკოებს შეეხოს. ასე რომ პოლიესტერულ მაისურს კოკა-კოლა, კეჩუპი, რძიანი კოქტეილები, ლუდი, წითელი ღვინო და სხვა სითხეები ვერაფერს ავნებს. სილიკის მაისურის სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ამირ ატელის განცხადებით ის 2 წლის განმავლობაში გაგიძლებთ. ბაზარზე უკვე დიდი ხანია რაც არსებობს სასწორები, რომლებსაც ყველა სახის სენსორი გააჩნიათ, რათა ადამიანის პულსი გაიგოთ. მაგრამ კომპანია Rantastic-მა ჭკვიანი სასწორების თავიანთი ინოვაციური მოდელი წარმოადგინა. ახალი სასწორი Rantastic Libra საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თქვენი წონა და ორგანიზმში არსებული ცხიმის ოდენობა. Bluetooth-ის სენსორის დახმარებით კი გაიგებთ სხეულის მასის ინდექსს, კუნთებისა და ძვლების მასას. ასევე შეიტყობთ ორგანიზმში წყლის მოცულობას. ჭკვიანი სასწორის Rantastic Libra-ს ღირებულება $129 შეადგენს. Samsung Galaxy Note 3. ეს smartphone კომპანია Samsung-მა 2013 წლის 4 სექტემბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე დაანონსა. დიზაინით ის საერთოდ არ გავს Galaxy S4-ს პირიქით, ფორმითა და ვიზუალით Galaxy S2-ს უფრო მოგვაგონებს. ჩემი აზრით Galaxy Note 3-ს ძალიან ორიგინალური დიზაინი გააჩნია და მოდი დღევანდელი განხილვაც სწორედ დიზაინით დავიწყოთ. დავიწყოთ Note 3-ს გააჩნია მის წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავებული დიზაინი, უფრო მოუწყვეტებული ფორმის smartphone-ია, პლუს მისი მთავარი თვისება არის ტყავის იმიტაციის მქონე უკანა ზედაპირი, რომელიც საკმაოდ კომფორტულია, პლუს ამასთანავე ძალიან დახვეწილია ვიზუალური თვალსაზრისით და ხელისშიც საკმაოდ მყარად ზის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ტელეფონის არჩევის დროს. გარდა ამისა, გვერდებზე დაყოლებული აქვს ალუმინის კარკასი და ღილაკებით სენსორებით უფრო გამართულია, ვიდრე ვთქვათ მის წინამორბედებს შორის. პასტის მოქმედება უკვე ამ ღილაკებზეც გადადის. Note 2-ში ეს ფუნქცია არ იყო, Note 3-ში უკვე ეს დამატებულია. პლუს დათხელებულია ჩარჩოს ზომა, შეგვიძლია შევადაროთ Note 2-ს. კი, ვიზუალური განსხვავება საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონები ერთი ზომის არის, ეკრანის ზომა, ჩარჩო და ეკრანის, ანუ ჩარჩო ერთი ზომის არის, მაგრამ ეკრანი თვითონ Note 3-ს უკვე უფრო დიდი აქვს. პლუს უფრო დახვეწილია, ჩემი აზრით. ალბათ ყველა მიფიქრეთ, რომ ეს არის ტყავი. მეც იგივე შეგრძნება მქონდა თავიდან და უფრო მეტად დამაბნია ამ იმიტირებულმა ნაკერებმა. ჩემი აზრით Note 3 ამართლებს მის სახელს, რადგან თუ მას ნებისმიერ ნიადაგზე ამოყირავებული დავდებთ, ის ნამდვილად წააგავს წიგნაკს
რაც შეეხება ეკრანის გაფართოებას, იგრძნობა თუ არა რაიმე დიდი ცვლილება Galaxy 2-თან შედარებით? რა თქმა უნდა იგრძნობა, ანუ აქ Note 3-ის ეკრანი არის Full HD, ანუ გაფართოება 1080-1080-ზე, შესაბამისად ჩვენების ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია, პლუს ეკრანი არის Super AMOLED, რაც რის საშუალებითაც ვიღებთ უფრო მკვეთრ, უფრო მკაფიო ფერებს ეკრანზე. 5.7 დიუმიანია. 5.7 დიუმიანია ეკრანი და პლუს გარდა ამისა დაცულია Gorilla Glass 3-ით, რაც უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს, ანუ ძალიან რთულად არ იკაწრება მარტივად, ძალიან რთულია მის ეკრანის დაკაწრვა, პლუს Super AMOLED ეკრანს Gorilla Glass ზემოდან იცავს დაზიანებისგან. Galaxy Note 2-თან ნამდვილად იგრძნობა ცვლილება ამ შემთხვევაში. იგრძნობა, ანუ ეკრანის გაფართოება გაცილებით მაღალი აქვს Note 3-ს, ვიდრე ჰქონდა მისი ნამორბედ Note 2-ს. რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, ეს არის პირველი smartphone, რომელსაც გააჩნია 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. გეთახმები, ერთადერთი smartphone, რომელსაც 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს, არის Note 3. გარდა ამისა, სხვა ტექნიკური მახასიათებლითაც წინ უსწრებს ბევრ smartphones, თავის წინამორბედსაც, რა თქმა უნდა, გააჩნია 2 4-ბირთვიანი პროცესორი, ჯამში 8 ბირთვზე მუშაობს, სტანდარტულ მდგომარეობაში 1 და 4 GHz-იანი ბირთვები მუშაობენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თუ მოითხოვს 1 და 9 GHz-იან Exynos Octa-ს პროცესორზე მუშაობს ტელეფონი. საკმაოდ დიდი სიმძლავრეა ამ მოცულობის smartphone-ისთვის ეს მაჩვენებლები. გარდა ამისა, მეხსიერება საკმაოდ მაღალი აქვს, ანუ ხშირად რომ არ მოგიწევთ მეხსიერების ვარაქის დამატება, თუმცა ამის სლოტი მასა აქვს, რომ გაუზარდოთ მეხსიერება, თვითონ 32 გიგაბაიტი ჩამონტაჟებული მეხსიერება გააჩნია, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ფაილის პროგრამის დაინსტალირება და შენახვა. ესეც საკმაოდ დიდი მოცულობაა. ასეთი მონაცემების მქონე smartphone ალბათ ნამდვილად იზიდავს თამაშების მოყვარულთა ყურადღებას და არა მარტო თამაშების მოყვარულთა. არა მარტო თამაშების, ვინც ტელეფონს იყენებს არა მარტო ტელეფონად, ანუ თუნდაც თამაშობს, თუნდაც ხსნის აპლიკაციებს, თუნდაც მუშაობს ტელეფონით, 3 ოპერატიული მეხსიერება პლუს პროცესორი ძალიან დიდი პლუსია smartphone-ისთვის. და რაც შეეხება ელემენტს, რა თქმა უნდა, ყველას გსურს, რომ ასე ძლიერი მონაცემების მქონე ტელეფონი მალე არ დაგვიჯდეს და ამ ძლიერ მონაცემებს ძლიერი ელემენტი ჭირდება, 3200 მAh-იანი ელემენტი გააჩნია, რომელიც საკმაოდ დიდხანს მოგემსახურებათ. დაახლოებით აქტიურ რეჟიმში 24 საათი, ხოლო თუ თქვათ არ აქტიურ რეჟიმში 2 დღე და მეტი შეგიძლიათ გაგიძლოთ. რა თქმა უნდა, მე მგონი შეკითხვის დასმაც ზედმეტია თუ რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს ეს smartphone, ეს არის Android-ის უახლესი განახლება 4.3 Jelly Bean. კი, 4.3-ზე მუშაობს და რა მოუტანა 4.3 არა პლუსები აქვს 4.3 Android-ს ტელეფონისთვის. პირველ რიგში ოპტიმიზებული გახდა პროგრამები. ცალკე კუთხე დაერთო Samsung-ის ორიგინალ პროგრამებს, რომელიც მხოლოდ Samsung-ის ტელეფონებშია, ცალკეა Google-ის, ცალკეა Galaxy Plus-ის ფუნქციები გადმოტანილი. შეგვიძლია ცალკე შევეხოთ და ვისაუბროთ იმ ფუნქციებზე, რომელიც გააჩნია მხოლოდ ამ smartphone-ს, გარდა იმ სტანდარტული ფუნქციებისა, რაც ნებისმიერს აქვს, მაგრამ ამასაც აქვს. პირველი არის S-Note, რაც ფლაგმანია და მისი სახელიდან გამომდინარე, S-Note ეს არის ჩანაწერების თავარი აპლიკაცია Note 3-ისთვის, ანუ დღიურის მაგივრობას გაგიწევთ ტელეფონი მარტივად, რო ვთქვათ, არა მარტო დღიურის შეიძლება პირადი მონაცემები შეეტანოთ, ნებისმიერი მონაცემები შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენ smartphone-ში, სურათი ჩააგდოთ, ანუ ელექტრონულად შეინახოთ თქვენი ნებისმიერი მონაცემები. განყოლებას არ გვიქმნის, წიგნაკის სახით შეგვიძლია ეს ყველაფერი გაუკეთოთ. ჩავიწეროთ. შევქმნათ გვერდები, წიგნაკები, დავარქვათ სახელები დროის მიხედვით და შევინახოთ სპეციალურ საქაღალდეში, რომელიც მოთავსებულია მის ეკრანზე. გარდა ამისა, დამატებული აქვს უამრავი ფუნქცია. შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფუნქცია ეს არის Galaxy Knox. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მობილურში, თქვენ smartphone-ში არის მეორე smartphone, რომელიც დამალულია. შეკავთ კოდი, რომელიც თქვენ თვითონვე უნდა აირჩიოთ. შევიყვან ჩვენთან არსებულ კოდს. როგორც ხედავთ, გამოვიდა ისევ ახალი ფანჯარა, მაგრამ Galaxy Knox ნიშანით.
ეს ნიშნავს, რომ თუნდაც აი ამ ფოტოაპარატით გადაღებული სურათები, თუნდაც ამ ინტერნეტ ბრაუზერით შესულ საიტთა ისტორია, აი ამ ტელეფონიდან დარეკილი ნომრები, აქ შენახული კონტაქტები, აქ შენახული ფაილები, ეს ჩანს მხოლოდ აქ, Galaxy Note-ში. ჩვენ რომ გამოვიდეთ უკან, ანუ დავხუროთ ეს ფუნქცია და შევიდეთ იმ ისევ ტელეფონებში, ის ნომრები, რაც გვიწერია Note-ში, აქ არ ჩანს. ამ კონტაქტებში არ ჩანს. ანუ ის არის ერთგვარი პირადი კუთხე მიუღწეველი სხვებისთვის. შეგვიძლია ვისაუბროთ ეს ხალხზე, რომელიც საკმაოდ კარგი ფუნქცია თუ თქვენ მისდევთ ჯამთელ ცხოვრებას. ეს ხალხის საშუალებით, ანუ ეს შეგვიძლია დათვალოთ თქვენი ნაბიჯები. შეგყავთ თქვენი მონაცემები, თქვენი სიმაღლე, წონა, დაბადების ასაკი. მობილური გითვლით, რამდენი კალორია უნდა დაწვათ და რამდენი უნდა მიიღოთ. გარდა ამისა, გითვლით ნაბიჯებს და ამით გითვლით, რამდენი კალორია დაწვით. შეგიძლიათ სურათი გადავუღოთ საჭმელს, რასაც მიირთმევთ და შეუძლია დაგითვალოთ ის კალორიები. კიდევ ერთი ფუნქცია აქვს იგივე ეს ხალხს, ანუ გიზომავთ ტემპერატურას და ტენიანობას იმ ოთახში, სადაც ხართ და გიწერთ ეს კარგია თქვენთვის თუ ცუდია თქვენთვის. გარდა ამისა, აქვს Group Play, ესეთი საინტერესო ფუნქცია. Group Play საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც მუსიკა, თუნდაც ფოტოები, თუნდაც ვიდეო შეგვიძლია გაუზიაროთ მეორე ადამიანს, რომელსაც აქვს Note 3. მუსიკის შემთხვევაში 10 ადამიანს ერთდროულად შეგიძლიათ მოასმენიოთ მუსიკა, რომელსაც თქვენ ისმენთ. 10-ვეში ერთდროულად დაიწყებს მუსიკა, დაიწყება მუსიკის დაკვრა. სურათის შემთხვევაში 10 ადამიანს შეგიძლიათ გაუზიაროთ და ვიდეოს შემთხვევაში 5 ადამიანს. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეს პლანშეტი, ეს smartphone გვერდზე დააუდოთ მეორე smartphone და Group Play საშუალებით, როგორც ერთი ეკრანი, ისე ანუ გავყოთ ეკრანები და საერთო ჯამში მივიღებთ ერთ გამოსახულებას. დიდ ვიდეოს 5 smartphone შეგიძლიათ მიადგათ, ანუ დიდ ზომაზე გაშლილ ვიდეოს მიიღებთ ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი. მეგონი ინოვაციური ფუნქცია. ინოვაციური ფუნქცია, რომელიც Samsung-ებს აქვს ეს ფუნქცია. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფოტო-ვიდეო გადაღებაზე, მოდი მივიღოთ ეს ფუნქციებიც. რა თქმა უნდა, ფოტოაპარატი საკმაოდ მძლავრი აქვს Note 3-ს, 13 მეგაპიქსელი სიმძლავრით, პლუს აქვს რეჟიმები, რამოდენიმე რეჟიმი, აღსანიშნავია ორივე კადრე კამერით ერთდროულად გადაღების რეჟიმი, ანუ შეგიძლიათ თქვენ სადღაც სამოგზაუროდ ხართ და არის ლამაზი ბუნება, უღებთ ლამაზ ბუნებას, მაგრამ გინდათ რომ თქვენს დაფიქსირდეთ, შეგიძლიათ ჩართოთ სპეციალური ფუნქცია, ორმაგი კამერა, რის შემდეგაც ეკრანის ნაწილზე გამოჩნდებით თქვენ, ნაწილზე კი ის ტერიტორია, რასაც უღებთ. ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეჟიმია მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს და პლუს საკუთარი თავის დაფიქსირება სურს ამ ადგილზე და მარტო არავის არ შეუძლია რომ გადაუღოს. დიდი მადლობა გიორგი სრულყოფილი განხილვისთვის. ალბათ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი პროდუქტის ნამდვილად გაგაოცებთ თავისი შესაძლებლობებით. ხშირად აღვინიშნავს თუ როგორი ერთფეროვნებას უფებს თამაშების ინდუსტრიაში. თითქმის ყველა დიდ პროექტში ერთი და იგივე მეორდება. მკვლელობა იარაღით, მკვლელობა დანით, მკვლელობა 350 კმ/სთ მონაქროლი მანქანით. მოკლედ რა გამოლებს ვარიაციებს. ამ მხრივ ზოგიერთ თამაშში თქვენი კრეატიული ნიჭის გამოსავლენად თითქმის სრული თავისუფლება გეძლევათ. თუმცა მოთამაშეების იმ კატეგორიას, რომლებსაც უბრალოდ არ სიამოვნებთ ასეთი ხოცვა-ჟლეტვა, ინდუსტრია მაინც და მაინც არანებივრებთ. თუ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სპორტულ და ინდი თამაშებს არ ჩავთვლით. ამ უკანასკნელში კი იშვიათად ხდება თვალის მომჭრელი გაელვებები. თუმცა 2013 წელს Star Breeze სტუდიამ, რომელიც ცნობილია სწორედ ისეთი თამაშებით, რომლებზეც აქამდე გქონდა საუბარი, გამოუშვა მესამე პირის სათაგვადასავლო ექშენი, რომელმაც შესანიშნავი შეფასებები და გამოხმაურება ჰპოვა მოთამაშეებში.
ეს არც მორიგის როლებია და არც კლასიკური action puzzle-ები. Brothers: A Tale of Two Sons ბევრად მეც გვთავაზობს. პროლოგიდან მოირკვევა თუ როგორი დრამატულია ძმების ისტორია. რა ლამაზი და ამავდროულად სევდიანი გარემოა, თუმცა ყველაზე ცუდი იმ დროს იწყება, როდესაც უფროსი ძმა უმცროს თავისთან უხმობს მამის საშველად. მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება. ამიტომ ძმებს მოუწევთ მამის განკურნებისთვის ერთადერთი საშუალების მოძიება, რისთვისაც შორეულ მხარეში გამგზავრება გახდება საჭირო. თუმცა მათ წარმოდგენაც არ აქვთ მომავალ თავგადასავლებზე. შეხვდებით მრავალ პერსონაჟს და არა მარტო. სწორედ აქ მჟღავნდება თამაშის ერთ-ერთი მთავარი ღირსება. რის მეშვეობითაც თქვენ უკეთ გაიცნოთ პერსონაჟებს, გაიგებთ მათ ნიჭს, ხასიათს, მიდრეკილებებს და ასე შემდეგ. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია, თუმცა ზოგიერთი მათგანი პირდაპირ დაკავშირებულია მიღწევებთან, ეგრეთ წოდებულ achievement-ებთან, რის ამოხსნაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ სპოილერებისგან თავ შევიკავებ, თუმცა ჩვენი მხრიდან რჩევის მოცემა ნამდვილად არ იქნება ურიგო. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტად გამოიკვლიოთ გარემო და გახსოვდეთ, თქვენს მოქმედებას ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გქონდეს შედეგი, რომელიც შეიძლება რამდენიმე თავის შემდეგ იხილოთ. Nai. Emma. ატმოსფერო ეტაპობრივად იცვლება თბილიდან ცივისკენ, რაც უფრო შორს წახვალ მით უფრო მეტი დაბკოლება და თავსატეხი შეგვხვდებათ. ეს ყველაფერი კი მძაფრ ემოციურ ფონზე ჩაივლის. Brothers: A Tale of Two Sons-ში ტვინის სამტრევ თავსატეხებზე უფრო მეტად აქცენტი პერსონაჟებზე ორიენტირებულ სიუჟეტებზეა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენი რაიმე სახით დაკნინებულია, რადგან თამაშში ყველაფერი არაჩვეულებრივად არის დაბალანსებული. თქვენ მარტივი და სახალისო თავსატეხები გელით, რომლის ამოხსნა არც დიდი ინტელექტს მოითხოვს და არც რკინის ნერვებს. ეს ყველაფერი კი არაჩვეულებრივი ლოკაციებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ფონზე ძალიან საინტერესოა და ემოციურიც კი. იმ თვალსაზრისით, რომ თითოეული მათგანი არა ცარიელი და უბრალო ეპიზოდური როლის მქონენი, არამედ სახასიათო პერსონაჟები არიან თავისი სევდიანი ისტორიებით. Eno. Naya. Ara. Dahi? Da?
უშუალოდ გეიმპლეით საკმაოდ საინტერესოა, თუნდაც იმით, რომ თქვენ ერთდროულად ორი პერსონაჟის მართვა მოგიწევთ, რაც ერთგვარი ინოვაციაა და ამავდროულად საპასუხისმგებლო გამოწვევაც. მით უმეტეს თამაშს არ გააჩნია კოოპერატივი, რაც სადავო საკითხია. ხოლო კითხვაზე რატომ მიიღეს დეველოპერებმა ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა თითოეულ მოთამაშეს ამასთან დაკავშირებით თავისი სუბიექტური პოზიცია გააჩნდეს. მაგრამ ჩვენი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ძმები საკმაოდ განსხვავებული პიროვნებები არიან, მაგალითად უფროსი დინჯი ძლიერი და მზრუნველი ძმაა, ხოლო უმცროსი მოხერხებული ცელქი, თუმცა საკმაოდ გონიერი, ხოლო ის რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებთ, საოცარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ერთი სხეულის ორი განშტოებაა, რისი ცალკე მოქმედებაც შეუძლებელია. თქვენ ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ისეთ დაბკოლებებს გადააწყდებით, რომლის დასაძლევად ზედმიწევნით შეთანხმებული მოქმედება დაგჭირდებათ. თამაში კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ არ მოგეთხოვებათ რომელიმე ენის სოდნა, რათა გაიგოთ რა ხდება. თქვენ ამას არავერბალური კომუნიკაციის მეშვეობითაც იოლად მიხვდებით, რადგან ძმების სამყაროში სრულიად უცხო გამოგონილი ენით მეტყველებენ. ბუნა გაია ონა ეშლა ოტაი გაია ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება თავისი შესანიშნავი საუნდტრეკებით, რომლებიც ზუსტად მიესადაგებიან თითოეულ სცენას და ამაღელვებელ ემოციებს იწვევს. თამაში საკმაოდ პატარაა და ყველაფერზე დაწვრილებით საუბარი არ ღირს, რადგან თავად უნდა გახდეთ ამ ზღაპრული სამყაროს პერსონაჟი. გამოიკვლიოთ და იმოგზაუროთ მასში. ჩვენ კი კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, ოღონდ ამჯერად საკმაოდ მნიშვნელოვანს. თუ თქვენ პერსონალურ კომპიუტერზე აპირებთ თამაშს, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ გეიმპადი. მის გარეშე პერსონაჟების მართვა კი ძალიან გაგიჭირდებათ. ერთმანეთის შესაძლებლობის შესახებ. ამაში არც არ საუბრობს, არაფერი ეს არის ვიხარი ევროპას, რასაც ვაკეთებ.
დღეს 20 დეკემბერს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ტარდება პირველი ჰაკათონი საქართველოში, პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში. დარეგისტრირებულთა რაოდენობა გადააჭრა ყველანაირ მოლოდინს. დარეგისტრირდა 50 გუნდი, რაც არის დაახლოებით 200-მდე მონაწილე ჰაკათონის. ჰაკათონთან შეიძლება უცებ სხვადასხვა ასოციაციები გაგვიჩნდეს, მაგრამ რეალურად ჰაკათონი არის ერთგვარი ღონისძიება 24 საათიანი ან 48 საათიანი, ამ შემთხვევაში 48 საათიანი, რომლის დროსაც უბრალოდ გუნდები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, შეიძლება ეს იყოს ვებ აპლიკაცია, შეიძლება იყოს მობილური აპლიკაცია, შეიძლება იყოს უბრალოდ მექანიკური რამე, რობოტი ან რაიმე ესეთი. ამ იდეებისთვის და იდეებზე სამუშაოდ გუნდებს აქვს დაახლოებით 48 საათი. 48 საათის შემდეგ კი თვითონ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს. ჰაკათონის მთელი კონცეფცია და მთელი ხიბლი არის იმაში, რომ არაფრისგან 48 საათში სტრესის ქვეშ, მთელი მხიარულების ქვეშ, მთელი მუშაობის შედეგად შეგდია შენი იდეა გახადო გლობალური, გახვიდე საქართველოს გარეთ, გაცდე ყველანაირი საზღვარს, გაცდე ყველანაირ ფანტაზიას. ჩვენი პროექტი დაეხმარება ხალხს იმაში, რომ ნაკლები დრო დახარჯონ რიგში დგომაში, ეს იქნება ვთქვათ, ბანკებში თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფო ორგანოში. ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ მოხმარებელ საშუალება ექნება შევიდეს ვებგვერდზე, ან უბრალოდ მობილური საშუალებით დაიკავოს ონლაინ რიგი ბანკში ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ამის შემდეგ უკვე სისტემა ეტყვის მას სავარაუდოდ რა დრო დაჭირდება მისი რიგის ნომრის მოსვლას და ეცოდინება დაახლოებისა, როდესაც მას მოუწევს უკვე უშუალოდ ოპერატორთან საუბარი. ეს როგორც ხედავთ უკვე დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ვაპირებთ რომ ამაღამ მთელი ღამე დავუთმოთ პროექტზე მუშაობას. ხვალ შუადღისას ალბათ უკვე მთელი უდიდესი ნაწილი დასრულებული გვექნება და უკვე გადავალთ რაღაც შელამაზებაზე პროექტის და პრეზენტაციის მომზადებას. საკმაოდ მზად ვართ, ჩემი აზრით არაფერი არ გვიშლის ხელს იმაში, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მოვახერხოთ პროექტის დასრულება. ჰაკათონის ჩატარების იდეა გავუჩნდა რამდენიმე სტუდენტს, რომლის იდეის გარშემოც გაერთიანდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი მუშაობის შედეგად შევძელით, რომ შევექმნა საპრიზო ფონდი, რომელიც გამარჯვებულებისთვის იქნება დაწესებული. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ჰაკათონმა მისცეს მონაწილეებს, ეს არის ის, რომ მათ შეუძლიათ რეალური თავისი იდეა ჩაუყანონ საფუძველი და მიიყვანონ გარკვეულ ეტაპამდე. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის თავის ჯგუფთან ერთად, რომელიც აპირებს ამ იდეის განხორციელებას 48 საათის განმავლობაში შეძლოს მათი დადებით და უარყოფითი მხარეების ამბოცნება, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ასევე წარმოაჩინოს თავის შესაძლებლობები და გამოსცადოს ის შესაძლებლობები, რაც მას აქვს. ჟიური წარმოდგენილია საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებით, რომლებიც არიან ომედია, UGT, კავკასიის უნივერსიტეტიდან, ასევე სხვადასხვა კომპანიები, რომელიც რეალურად დაინტერესებულები არიან ამ ჰაკათონში მონაწილე ახალგაზრდებით. და კრიტერიუმების შესახებ არის გარკვეული განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელიც შერჩეულია მათ გამოსავლენად. ეს არის პროექტის იდეის განხორციელების საშუალება, ვთქვათ, პროგრამულად ყველაზე რთული საკითხების გამოყენება, რომელიც მათ გამოიყენებს ბიზნესის გადასაწყვეტად და სხვადასხვა კრიტერიუმები, რომელიც რეალურად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ იდეა რეალურად იყოს განხორციელებული. ლაშა გეწაძე, MIGT გუნდის ლიდერი და ჩვენი მთავარი იდეა რომ შექმნათ ხელათამარი, რომელიც უფრო რეალისტურს გახდეს ჩვენს ყოველდღიურ თამაშს.
ხალხთანიქე რომელიც დაგვეხმარება თამაშის დროს, უფრო რეალისტურად შევიგზავნოთ ყველა ის მოქმედება, რასაც ვაკეთებთ. როცა ჩვენ ამ საგანს ვეხებით, ხელი ავტომატურად პაუზდება. ამიტომ ჩვენ უნდა ეს ყველაფერი ხელთათმაშ ჩავწიოთ, სენსორები და ყველაფერი და როცა ჩვენ კომპიუტერის თამაშის დროს ჩვენი ხელი რაღაცას შეეხება, ავტომატურად გაჩერდეს მოძრაობისას. ჩვენი გუნდი შედგება 4 წევრისაგან, ყველა გადანაწილებული თავის საქმიანობის მიხედვით, გაერთიანებული ვართ ჩვენი სხვადასხვა პროფესიებით, მაგრამ ჩვენ დიდი ხანი ამით ვერთობით და ეს ჩვენი გართობა ჯერჯერობით მხოლოდ და მომავალში ვეცდებით რომ უფრო კეთესი გავხადოთ თამაში. ძირითადი შეფასების კრიტერიუმი არის იდეის ღირებულება და არა უშუალოდ რეალიზაციის ხარისხი ან კონკრეტული ტექნოლოგია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრავალფეროვანი ტექნოლოგიები არის წარმოჩენილი მრავალფეროვანი იდეებთან ერთად ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ძირითადად ფასდება მაინც პირველ რიგში იდეა და სხვადასხვა კრიტერიუმებს ვიყენებთ ამ იდეის შესაფასებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პრაქტიკული მხარე თვითონ აი ამ წარმოდგენილი იდეებისა, რამდენად მისაღებია ან რამდენად გამწობადი არის რეალურ ცხოვრებაში და რამდენად შეიძლება გამოყენებული იქნას მათი შემოთავაზებული იდეები თუ პროექტები ადამიანებისთვის რეალურად ცხოვრების გასამარტივებლად და შემდგომ უკვე გარკვეულწილად ზემოქმედებს პრეზენტაციის ხარისხი და შესრულების ხარისხი თვითონ ამ ნამუშევრების, ამიტომ ზოგ შემთხვევაში იდეა არის ბრწყინვალე, თუმცა ნამუშევარი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი გუნდებს. მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ პროექტს, სადაც მთავარი იდეა არის შემდეგი. ძალიან ხშირად ხდება, რომ რაღაც საფეხბურთო მატჩი ან ამ სპორტული მატჩი გვაინტერესებს, მაგრამ არ გვაქვს დრო, რომ თვალყურივად მაგალითად ამ წუთას. და ჩვენი გადაწყვეტა იყო ასეთი, რომ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, რომ აირჩიოს წინასწარ მისთვის ასურველი ან საინტერესო მატჩები და როცა ამ მატჩში რამე ცვლილება მოხდება, ან მაგალითად რომელიმე გუნდი გოლს გაიტანს ან რამე ეგეთი მოხდება, გავგზავნით მესიც და შევატყობინოთ რა მოხდა. მთავარი იდეა არის, რომ ინტერნეტის გარეშე შეგვეძლება ნებისმიერ მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია. და ინტერნეტით ვაქვს, სადია ხელს არ შეგვიშლის არაფერში, უბრალოდ შეიძლება იმასაც გამოადგეს, ვთქვათ, არავის არ უნდა რომ წარამარა არ ეფრეშოს გვერდი და ნახოს რა მოხდა. გულახდილად რო გითხრათ, ამ პროექტს იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ რაღაც ფულადი მოგება ვნახოთ, ან კომერციული თვალსაზრისით. ამ პროექტის იდეა როცა დაემბადა, უბრალოდ მე თვითონ მინდოდა, რომ ასეთი რაღაც მქონდა და მე ვიფიქრე, რომ სხვასაც შეიძლება გამოადგეს. და ამიტომ ვაკეთებ და მე ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს, ვისაც მოვუყავი ამ პროექტზე, ბევრმა ადამიანმა გამოხატა დაინტერესება და ვფიქრობ, რომ თუ მართლა გავაკეთებთ ამას, ბევრისთვის საინტერესო იქნება. ადგილზე გავიდა რიგების მართვის პროგრამა. ძალიან რთული იყო შერჩევა, იმიტომ რომ ყველა გუნდი მოსული იყო ძალიან საინტერესო იდეით, ყველა გუნდი იყენებდა რადიკალურად განსხვავებულ ტექნოლოგიებს, იყო აქ აპარატული პროექტებიც, იყო მხოლოდ პროგრამული პროექტებიც. ძალიან რთული იყო მართლაც საბოლოო ჯამში მიღება გადაწყვეტილების, მაგრამ რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს უნდა ამოგვერჩია გამარჯვებულები და
იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი, ვინც დღეს დასახელდნენ გამარჯვებულებად, ერთის მხრივ ამ ყველაფერს სწორ მიმართულებას მისცემენ და იმ პროექტებს განავითარებენ კარგად და ჭკვიანურად. ჩვენი იდეა შეეხება რიგების პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში, კონკრეტულ დაწესებულებებში. იდეა არის შემდეგი, შევდივართ საიტზე, ვიჩევთ კონკრეტულ დაწესებულებას, კონკრეტულ ფილიალს და ვდგებით რიგში ონლაინ. შემდეგ სისტემა გვეუბნება კონკრეტულ დროს, რამდენ დროში მოგვიწევს ჩვენი რიგი და გვაძლევს ბილეთის ნომერს. ეს ბილეთი არ არის რეალური ბილეთი, ეს არის ვირტუალური ბილეთი და ადგილზე მისვლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ეს ბილეთი გავანაღდოთ და რეალურად რიგი დავიკავოთ. ამ პროექტზე მუშაობდით 4 ადამიანი 2 წლის განმავლობაში და ძალიან დიდი შემოჩავდეთ მასში. შედეგიც დაგვიფასდა და შესაბამისად გამარჯვებას მოვიპოვეთ. ვართ ძალიან გახარებულები და ძალიან გვიხარია რომ შემოდაგვიფასდა.